აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს სერგო პაჭკორიას. 1987-1999 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ოთარ ზუღბაიას სიკვდილის შემდეგ და ღვაწლმოსილ პედაგოგს მერი გეგეჭკორს სიკვდილის შემდეგ. დღეს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა ბატონი ოთარ ზუღბაია, ქალბატონი მერი გეგეჭკორი, სახალხო არტისტი ბატონი სერგო პაჭკორია, რომელმაც თავისი ცხოვრების წესით, მოღვაწეობით კონკრეტულ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილებით დაიმსახურეს საზოგადოების ძალიან დიდი პატივისცემა, პატივმიგება. შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში დღევანდელი დაჯილდოების ეს ცერემონიალი გახლავთ ის, რომ არაფერი დავიწყებული არ არის. მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო განსაკუთრებით ბატონ ოთარისა და ქალბატონ მერის შვილებს და შვილიშვილებს, რომლებსაც გადავეცი ჩვენ ჯილდო, ბატონ სერგოს კიდევ უსურვო დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. საქართველოს სახალხო არტისტ სერგო პაჭკორიას ნახევარ საუკუნეზე მეტი აკავშირებს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. მრავალფეროვანია მის მიერ სცენაზე გაცოცხლებული ისტორიული თუ თანამედროვე გმირთა სახეები, რომლებიც ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა. ძალიან დიდი მნიშვნელობის დღეებია, იმიტომ რომ გუშინდა დღეს ღირსეულ ადამიანებს აფხაზეთიდან გადაეცათ ღირსების ორდენი. ეს იყო ვიტალი დარასელია, ბონდო კაკუბავა, ბატონი ოთარ ზუღბაია, ქალბატონი მერი გეგეჭკორი, სერგო პაჭკორია. თუ ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი გამოჩენილი მოღვაწეები, ღირსეული ადამიანები, მომავალიც დაგვივიწყებს ჩვენ. საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუღბაიას გმირობის დასახასიათებლად ლიხნის მოვლენების დროს მის მიერ თქმული სიტყვებით საკმარისია. მე საქართველოს მხარეზე ვარ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი. მან რისკის ქვეშ დააყენა კარიერა და დარჩა ყველაზე მთავარი პრინციპის ერთიანი საქართველოს ერთგული. მამა ჩემი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ის მართლაც ღირსეული პიროვნება იყო. თაილაშქრა აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ, არა იმიტომ რომ აფხაზები არ უყვარდა, უბრალოდ არ უნდოდა აფხაზეთის მოწყვეტა საქართველოსგან და მე დღეს ამაყიც ვარ და სევდიანიც რა. დიდი მადლობა მინდა მოვუხადო კიდევ ერთხელ ბატონ პრეზიდენტს, აფხაზეთის მთავრობის მესვეურთ, რომ მამას ღვაწლი ერთიანი საქართველოს მებრძოლი გმირის შემიძლია თამამად და სიამაყით განვაცხადო, ასე დამიფასეს. ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი წლების მანძილზე მუშაობდა გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. მოგვიანებით აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან. დიდი ნდობით სარგებლობდა აფხაზ მოსახლეობაში. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მცირედი მაინც წვლილი შეიტანეს იმ ნათელ საქმეში, რომელსაც ქვია ამ ნამდვილად ღირსეული ადამიანების ღირსების ორდენით დაჯილდოვება. ეს არის ისეთი ჯილდო, რომელიც არასოდეს არ გაუფერულდება და მუდმივად იქნება ის სტატუსი, რომელიც მას ახლა გააჩნია, მაღალ საზოგადოებრივი, მაღალ სახელმწიფოებრივი სტატუსი. დაფასება იმ შრომის, იმ ღვაწლის, იმ კეთილის საქმეებისა, რომელიც ბებია ჩემს მერი გეგეჭკორს უკეთებია წლების განმავლობაში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუღბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებაც მათი მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს.